თუმცა კი ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პროტესტის ეპიცენტრიდან და ახლა ვიმყოფებით რუსთაველის მეტროსთან და ეს არის ექიმებისა და მედიკოსების საპროტესტო აქცია. ამ დღეების განმავლობაში, უბრალოდ კვირის განმავლობაში არაერთხელ გაგვიშუქებია სამედიცინო საზოგადოების პროტესტი, თუმცა აი ასეთი როგორც დღეს არის, ნამდვილად არ ყოფილა არასდროს, ვინაიდან აი ეს კონსოლიდაცია მოხდა საბოლოოდ სამედიცინო საზოგადოების ორი ძირითადი მოთხოვნის ირგვლივ, ეს არის დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რა თქმა უნდა ახალი არჩევნების ჩანიშნა. მე ვთხოვ ახლა ოპერატორს გაჩვენოთ უბრალოდ ფაქტობრივად მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია არის პარალიზებული. აი კადრში ვისაც თქვენ ხედავთ, მთლიანად ეს არის სამედიცინო საზოგადოება ყოველ მხრივ და აი საბოლოოდ ეს ყველაფერი თავს მოიყრის უკვე ერთობლივ მსვლელობაში, რომელიც უკვე ცოტა ხანში აქედან დაიძრება და მივა რუსთაველის გამზირზე და როგორც თქვით, სამედიცინო საზოგადოება მზად არის იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. დღეს ჩვენ ვეცდებით რომ გაგაცნოთ ის ადამიანები, რომლებიც ხშირად რჩებიან, ასე ვთქვათ, კამერის მიღმა და მათი აზრის მოსმენა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა ითქვას ისიც, რომ აი ჩემგან ბოლოში ვთხოვ ისე რომ გვაჩვენონ არის მზადება პეტიციისთვის ხელმოწერები მზადდება და სამედიცინო საზოგადოება აწერს სწორედ მოთხოვნას ხელს რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ამ სფეროს ეკუთვნიან, სამედიცინო საზოგადოებას ეკუთვნიან და ანუ ეს პეტიციები მათ უზადება. მოდით დავიწყოთ საუბარი პირდაპირ ეთერში ახალგაზრდა ექიმებთან, მათ შორის მე ვხედავ აქ თეკლა ხარაიშვილს, ექიმ რეპროდუქტოლოგს, თუ არ მეშლება და იმიტომ არის საინტერესო მასთან საუბარი, რომ ის არის დათა ხარაიშვილის ძმა, მწერლის და ბოდიში და თარგმნელის, რომელიც გახდა ამ რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მსხვერპლი. თეკლა, სამედიცინო საზოგადოება დღეს არის კონსოლიდირებული, ჩვენ ვხედავთ მთავარი ორი მოთხოვნის ირგვლივ. მოდი, შენ ოჯახში ეხო პირადად რეპრესიული რეჟიმი და ამით დავიწყებ შენთან საუბარს. როგორი იყო, როდესაც გაიგე შენი ძმის ამბავი და როგორც ხედავ მზად ხარ რომ მოაწერო ხელი ამ პეტიციას? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამას გავაკეთებ და შემდეგ დავიძრობით მარშის სახით რუსთაველის პარლამენტისკენ. საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოვიარეთ ჩემი ძმის გამო, ჩემმა მეგობრებმა თანამშრომლებმა ყველაფერი კარგად იციან. ამიტომ ეხა იმის თქმას რისთვის ვართ აქ შეკრებილი, მე მგონი აზრის აღარ აქვს, იმიტომ რომ ვინმე თუ არ იცის, აწი ალბათ ვეღარს გავაგებინებთ და ერთ-ერთი რისი რაღაც მოვისმინე ბევრჯერ რომ ანუ რატო იკრიბებიან თვითონაც არ იციან და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რატომაც ვიკრიბებით გვინდა ახალი არჩევნები და გვინდა იმ ადამიანების გათავისუფლება ვინც უკანონოდ არიან დაპატიმრებული და ნაწამები ციხეებში და კიდე ერთხელ გავემეორებ ამას თქვენი ეთერით იმიტომ რომ თუ ვინმემდე ეს ჯერ არ მისულა იმედია ეხა მაინც მივა. მადლობა კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ ეს თეკლა ხარაიშვილი იყო მის ოჯახს პირადად შეეხო ქართული ოცნების რეპრესიული რეჟიმი თუ შევძლებ აქეთაც გადმოვალ უბრალოდ მინდა გაჩვენოთ რომ ადამიანები რიგში დგანან იმისთვის რომ პეტიციას მოაწეროთ ხელი ბოდიშს გიხდით უბრალოდ პირდაპირ ეთერში მუშაობ და მინდა გაჩვენოთ რომ ამდენად დიდი არის სწორედ ინტერესი იმის კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით აი თქვენ ხედავთ რომ სამედიცინო საზოგადოება ნელ-ნელა მოდის პეტიციამდე კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს გიხდით უბრალოდ პირდაპირ ეთერში მუშაობთ მინდა რომ ვაჩვენო მაყურებელს აი ხედავთ თქვენ რომ ამ წუთებში აი ეს ფაქტობრივად პეტიციები მზად არის იმისთვის რომ ხელი მოიწეროს და საერთო მოთხოვნა მათ შორის არის აი ცალკე რომ გამოყოთ თავისუფლება ექიმ გიორგი ახობაძეს ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პეტიცია ასე გამოიყურება და თქვენ ხედავთ რომ ძალიან ბევრი ხელმოწერა არის რამდენიმე პუნქტად ახლა ექიმები აწერენ ხელს სწორედ აი ამ პეტიციას მოდით ხელი რომ არ შეუშალოთ გადავინაცვლოთ ცოტა მოშორებით და გავაგრძელოთ საუბარი ექიმებთან კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს რომ აი ასეთი კონსოლიდაცია სამედიცინო საზოგადოების იშვიათად თუ გვინახავს და დღევანდელი დღე ამ კუთხით ნამდვილად არის გამონაკლისი და მოდით ვეცადოთ კიდევ გავისაუბროთ ადამიანებს რომლებიც აი აქ დგანან მე ვხედავ რომ ირაკლი კოხრეიძე იმყოფება აქ კიდევ ძალიან ცნობილი ერთ-ერთი ექიმი მამოლოგი გამარჯობა ბოდიშს გიხდით პირდაპირ ეთერში მუშაობთ ძალიან მნიშვნელოვანია ის რასაც ახლა ვხედავთ ერთის მხრივ პეტიციებზე ხელმოწერა და მეორეს მხრივ აი ასეთი შეკრული სამედიცინო საზოგადოება მე პირადად არ მახსოვს რა ერთიანებს დღეს არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოებას არამედ მთლიანად ქართულ საზოგადოებას თქვენი აზრით მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეს არის გადაწყვეტილება რომელიც ეფუძნება ძალიან მნიშვნელოვან ამბავს რასაც ქვია ეს არის ხალხის პატივისცემა, ხალხის არჩევანის პატივისცემა, ეს არის დიდი მნიშვნელობა თავისუფალი, დამოუკიდებელი და გადაწყვეტილების მქონე ადამიანების მქონე
გავაგრძელო? ხო, ანუ პირდაპირ ერთაში. მე მგონია რომ ჩვენ შევძლებთ რომ გავაკეთოთ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი, ჩვენ წინაშე დგას ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი და ეს მნიშვნელოვანი არჩევანი არის ახალი არჩევნები. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი. მადლობა. ახალი არჩევნები არის, როგორც გითხარით, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. მოდით კიდევ ერთ ექიმს გავესაუბროთ, მოგესალმებით. წარგვიდგინეთ თქვენი თავი საზოგადოების წინაშე და თქვენთანაც პრინციპში კითხვა ასეთი არის. ასეთი შეკრული საზოგადოება მე პირადად არ მახსოვს, ორი ძირითადი მოთხოვნის ირგვლივ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა აერთიანებს დღეს საზოგადოებას? დღეს საზოგადოებას აერთიანებს ჩვენი ევროპული მომავალი. განსაკუთრებით დღეს ექიმებს ყველაზე მეტად გვადარდებს ის სიძულვილი, ის წამება, რა ჩვენ ვუყურებდით ამ წინა დღეებში. და ყველა ექიმი ხმას იმაღლებს ამის წინააღმდეგ. ასეთ შეკრული ერთად საზოგადოება დიდი ხანი არ მინახია, ჩემი კოლეგები ამდენი ერთად საპროტესტო აქციაზე არ მინახი, ალბათ პირველად არის საქართველოს ისტორიაში და მე რაც ვუყურებ ყოველდღე იმატებს ექიმებში საპროტესტო მუხტი, რათა დავიცვათ ჩვენი და ჩვენი შვილების ევროპული მომავალი. მადლობა. ექიმების სიცოცხლის გადასარჩენად ნამდვილად ასეთ შეიძლება დაერქვას დღევანდელ აქციას და კიდევ ერთ ექიმს გავესაუბრები, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილს პანდემია ერთად გამოვიარეთ ფაქტობრივად. ბატონო გიორგი, გამარჯობა. ხო, პანდემია გადავლახეთ, ახლა სხვა პანდემია გვაქვს, როგორც ხვდებით, მეტად სერიოზული ნაკლებად თუ არა. როდესაც უკვე ქვეყნის გადარჩენა პირდაპირ მნიშვნელობით რუსული კლანჭებიდან დაღწევა უნდა მოხდეს და ექიმები აქაც ამ სადარაჯოზე დგანან. თქვენი მთავარი სათქმელი დღეს საზოგადოებისთვის. მოგესალმებით. პირველ რიგში სოლიდარობას უცხადებთ იმ ექიმებს და ნებისმიერ სხვას, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში დააკავეს. ეს იყო ნამდვილად არაადამიანური მოქცევა. სამედიცინო კუთხით ეს არის კატასტროფა, რასაც ჩვენ უყურებდით ამ დღეების განმავლობაში და რასაკვირველია ის რეჟიმი, რომელიც ასე წირავს ადამიანებს, ეხლა ჯანმრთელობაზე არ არის საუბარი, ეს არის ნამდვილად წამება ადამიანების. ნამდვილად ასეთი რეჟიმი არ უნდა იყოს საქართველოში, ის ვერ გაძლებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან მალე დამთავრდება და გავაგრძელებთ სვლას ევროპისკენ, ამერიკისკენ, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ახალი ტექნოლოგიები მედიცინაში და ნებისმიერ სხვა დარგში. ჩვენ არ გვინდა ნამდვილად რუსული მედიცინა, რომელიც დღეს აღიარებულია როგორც ფსევდო მედიცინა და ფსევდო მეცნიერება. შესაბამისად, ჩვენი ერთადერთი გზა არის დასავლეთისკენ და ზუსტად ამასთან დაკავშირებით შევიკრიბეთ. მე მგონი ძალიან დიდი ერთობა არის დღეს ექიმების ამასთან, ვინც შედარებით ინერციითა და პასიურია, იმათაც მოუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ და ნამდვილად ესეთი მშვიდობიანი გზით ნამდვილად მივაღწევთ იმას, რაც ნორმალურია, ამ არანორმალური სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ აუცილებლად. მადლობა ძალიან დიდი. მოკლედ აი ასეთი არის განწყობები ექიმებში, როგორც გითხარით, სამედიცინო საზოგადოება ერთიანი არის და პეტიციაზე ხელმომწერების რაოდენობა ყოველწამიერად იზრდება, ყველა ეს ადამიანი ელოდება სწორედ რომ ამ რიგში ჩადგეს, ხელი მოაწეროს აი ამ პეტიციას, რომლის უპირველესი ამოცანა არის მოთხოვნა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მათ შორის ექიმის, რომელიც არის უკანონოდ დაკავებული და ამის შემდეგ უკვე ეს სამედიცინო საზოგადოება ექიმები დაიძრებიან ერთობლივი მსვლელობით პარლამენტისკენ, სადაც შეუერთებიან საერთო საპროტესტო მუხტს. დღეს არის უკვე 21 დღე, როდესაც საზოგადოება არის ერთიანი აი ამ მოთხოვნების ირგვლივ.